სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არც მერტმა დაგუწოთ, მერტმა გადახავოთ ის კურთხევა, წყალობა, სიკეთე, მადლი, მერტმა ამოგაგოთ. დიდი მადლობა ყველას მომძალებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ თოვლიან, მაინც მოხვედით, მაინც დაესწრებით ამსახურებას და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ თვითონგანისათვის, რომ დღეს გადმოდით ეს სამიჯნა, მაინც ამ წირვაზე მოხვედით და დავუ ბედნიერებით საყარ დღეს რომ აჯობეთ საკუთარ თავს, როადეკით ფილობილები და წამოყვეთ ამ სცირვეში, ეს ძალიან ბედნიერები ხართ და ესე ადამიანი უნდა შეძლოს ყოველდღე საკუთარ თავზე გამარჯვება. ესეთი ბრძოლა ყოველდღე რომ აი რაღაცა ეწება ბრძოლა რომ წავიდე არ წავიდე, მოდი ახლა ერთ კვირას გამომძვებ, ახლა გარდავესწრები წირვას, მოდი შემდეგ კვირას ავიწყები, შემდეგ კვირას მოალეგოსიაში, მაგრამ რო არ დაგესე შემდეგი კვირა და რო არ მოხვიდე წავიდნენ და რის გამო გამოტოვ ეს წირვა რა თოვლი იყო? დღეს ხო ძალიან ბედნიერები ხართ რომ რაღაც აჯობეთ საკუთარ თავს და რომ მოხვედით დღეს ამსახურებაზე რომ გახართ ამ წირვას რო ესწრებით, რამხელა სიკეთეა თვითონ დაგანისათვის რომ თქვენ დღეს საკუთარ თავზე გაიმარჯვეს. დღეს საკუთარ თავზე მაღლადებით თქვენ აჯობეთ ეს საკუთარ თავს. ადამიანი ესე ყოველდღე უნდა ებრძოდეს საკუთარ თავს. არავის სხვა საკუთარი თავის გარდა. ერთადერთი სამიზნე ადამიანისა უნდა იყოს საკუთარი თავი. ვისაც სხვა დაუღვიძო, ვისაც ებრძოლო, ვიც უნდა განიკითხო, ვიც საქმეებსა გაარჩიეს, ვისი და სხვა საქმე უნდა გაარჩიო, სხვა კი უნდა განიკითხო. საკუთარი ცხოვრება უნდა განიკითხო, საკუთარი თავი უნდა განაკითხო, უნდა გაარჩიოს საკუთარი თავი. ადამიანი როგორ არის, ძალიან მარტივია სხვაზე ისაუბრო, ძალიან მარტივია სხვაზე ისაუბრო. მაგრამ ისაუბრო საკუთარ თავზე და ისაუბრო საკუთარ მარტივებებზე, ეს ძალიან ძნელია. ეს რომ შეძლოს საკუთარ თავს თვალ უნდა გაუსწრო. ადამიანს ამის ძალიან ეშინია საკუთარ კიდევ ადამიანს ყველა ეგოისტები ვართ მაინც და ყველაზე უკეთესები გონია ჩვენი თავი სულ ხო ჩვენ ავართ მართლები ოჯახის წევრებთან სულ ყველა ჩვენთან ცდება ჩვენ ყველაზე მართლები ვართ ყველას ეშინება ჩვენთან და ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ ამიტომ ისინი ცდებია ჩვენი ხრები ცდებია ჩვენი ცოლები ცდებია ჩვენი შვილები ცდებია ჩვენთან ჩვენი მეგობრებს ეშინება ჩვენთან ჩვენ არ გვეშინება მართლა იმათ ეშინება სულ ისინი არიან ჩვენ შეცდომაში და მერე ჩვენ გვინდა რომ ამა დავეხმაროთ, ამათ შევეცდეთ. და იმათ გარდა დაეხმაროთ, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაეხმაროთ, საკუთარი თავი უნდა გამოასწორო, საკუთარი თავი უნდა შეცვალო. თუ ხედავ რომ თუნდაც იმ ადამიანს ეშლება, თუნდაც ეშლება იმ ადამიანს, და რით უნდა დაეხმარო? ყველაზე დიდი არ გვაქვს ლოცვა, რომ მისთვის ილოცებ, მისთვის დადგები მუხლებზე, შეევედრები მე თუ რაღაცნაირად დაიხედავ, აი ეს ადამიანი რაღაცა ძალიან ისე ჩემს ვარ გაწყობილი არა და მე ის ძალიან უყვარს, მისმა ძალიან ის ჩემი უახლოესი ადამიანია. სისხლი და ხორცია, ყველაფერია ჩემს ადამიანი და ნახე როგორა ჩემს ვარ გაწყობილი. დედაფშობილი შენ დაეხმარე, შენ შეეწიე, გონების თავი აუხილე მას, მადლი, წყალობა, სიკეთე არ მოაყოფო და შენ მეეცი მას მადლი. ადამიანი სულ ესე უნდა იყოს, ესე უნდა უდგებოდეს საკუთარ თავს და სხვანაირად ადამიანის დაწინაურება ღვთისმაში წარმოუდგენელია. თუ ადამიანმა საკუთარ თავზე შრომა არ დაიწყო, ადამიანის გაზდა არის წარმოუდგენელი. ეშმაკის უცდილობს, რომ ადამიანს ეს ყველაფერი დააწყოს. აი ხშირად ვაკვირდები ხოლმე, რომ საკუთარ თავს ვაკვირდები ხოლმე. აი ხშირად მიჩვენია, რომ სულ სხვაზე ვილაპარაკო. ძალიან ჩემი ვეროთ რომ მარტივია, სხვებზე ვილაპარაკო. აი ძალიან ხშირად ადამიანს შეხვდები, ხო? და ერთმანეთთან საუბარს იწყებს, უცებ ვიღაცის განკითხვას გიწყებს. ჩვენ სასულიერო ზოგჯერ ერთმანეთს შევაპარაკოთ, აი ჩვენი საუბარი რო იწყება ზოგჯერ ერთმანეთში, სხვისი განკითხვით წერა ხოლმე, აი ვითომ იმაზე ვზრუნავთ. ანუ საკუთარ თავზე კი არ გვესაუბროთ, რა იცი, ესამოს გამოს ესამოჩასული, ერთმანეთზე არ ვიღაცის საქმეს ვარჩით. აი სულ ესე, იმიტომ რომ ეს ძალიან მარტივია, სხვაზე ილაპარაკო, ეს ძალიან მარტივია. იმიტომ რომ შენი რაღაცები იმალება, შენი რაღაცები კრება. რომ აი სხვაზე რომ გადააქვს საუბარი, გინდა რომ შეზე გარისაუბრო, სხვაზე ისაუბრო, სხვაზე ილაპარაკო, თემშივე გინდა რომ სხვაზე გადაიდაროს საუბარი. ადამიანის გაზდა წარმოუდგენელია, თუ ადამიანმა საკუთარ თავში არ ჩაიხება, არ ჩაუგმავდა საკუთარ თავს, არ ამოაჩინა საკუთარ თავის მანკერები. ხვალ არის ძალიან დიდი დღესასწაული, ხვალ არის მართლისძიება. ძალიან დიდი დღე არის ხვალ. ქრისტიანებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მართლისძიება არის თითოეული ჩვენთაგანის დაბადების დღე. იმიტომ რომ ჩვენ, ვინც მონათულები ვართ, ყველანი დაბადებულები ვართ ქრისტეში. ანუ მართლისძიების გარეშე ჩვენ ეკლესიაში ვერ დავიბადებოდით. და ყველა ადამიანს, ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებლს ხვალ აქვს დაბადების დღე. ყველას დაბადების დღე აქვს. რატო არის ეს განსაკუთრებულად, რომ აი ნათლები მართლიასთან მიდიან, ულოცავენ ნათლისძიებას,
მიდიანებას და რატო ულოცავ, რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ის ნათლია თავისი ნათლისთვის ლოცულობს. ერთი დღე როდესაც ნათლიც გამოხატავს თავისი ნათლის მართაც პატივისცემას და უნდა მან საკუთარი მადლიერება გამოუხატოს თავის ნათლიას. და ჩვენი ნათლია ვინ არის? ვისგანაა ჩვენ მონათლული? აი ჩვენ ხო ჩვენ აცეს ის რომ ნათლია დაგვიდგინეს, მაგრამ სხვა ადამიანები ვისგანაა ხო ჩვენ ღვთის გამო ვინახეთ? ხო ჩვენ ნათლია ხო ღმერთი არის? ხო ჩვენ ეკლესიაში მონათლულება ჩვენ ხო ამ წიაღში დაბადებული ადამიანები და ჩვენი მადლიერება არ უნდა გამოუხატოთ ჩვენ შეგვქმნით მისმა თავმა ქონის პატივისცემა. აი ხო მაგალითად ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მოვა ნაკურთხი წლის დასაღებად. წირვას არ დაესწრება ძალიან ბევრი ადამიანი. ძალიან ბევრი ხვალ მოვა წირვაზე, საერთოდ ტყინვა კი არა, სულ მოხინული იყოს თელი ასოთი ყველაფერი, ხვალ მოვლენ უაჯერი, იმიტომ რომ ნაკურთხი წყალი უნდა წაიღო. ნაკურთხის დასაღებად ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, იმიტომ რომ იციან რომ ნაკურთხი ძალიან კარგია, მაგრამ ნაკურთხში ვის შემთხვევაშია კარგი. აი რა უდისაა კარგი. როდესაც გესმის ნაკურთხი წლის მნიშვნელობა. როცა შენ იმ ლოცვას ესწრები, იმ სახურებას ესწრები, იმ სახურებაში ხარ ჩართული, მაშინ არ სამწყალს ზალავ. იმას უდდეს ზალავ. მე პირადად მინახავს ნაკურთხის ზალა, ეშმაკეულ ადამიანს გვასხურდა რა დღეში ადრეს ადამიანს და საოცარი ზალავს ნაკურთხს, უდესი ზალავს იმ წყალს თუ არ იხსნება, იცი თქვენ თუ არ შეიბუწა ეს წყალი, წლებია თუ მზადებული წყალი და არ იბუწება ეს წყალი. თან საბადად ჩაულებული წყალი გადაემართება. ყველა წყალი მაინც გახსნას და ყველა წყალი იხსნება. ადრე კომუნისტები ამბობდნენ ხოლმე რომ ის როდებდნენ ხოლმე ნაკურთხს. რატო არ იხსნება ის ნაკურთხი? ვერცხლის ჯვრები აქვს, მოდებს და ვერცხლის ჯვრებს დებენ რომ მაშინ რა ქვია. წყალში და იმიტომ არც ერთი არ აქვს ვერცხლის ჯვრები. წარმოიდგინე მაშინ თუ ეს ბაგროს შეედებოდა 1000 ეკლესია შეიძლება ქონდა ნამდვილ ვერცხლის ჯვარი, ვერცხლის ჯვარი. სად იყო ვერცხლის ჯვარი და ეს თუნდაც ყოფილიყო ვერცხლის ჯვარი. აბა ჩადი თქვენ ვერცხლის წყალში და ვერცხლებიდან თუ არ გაიხსნება მაინც მიხედავად იმისა. და თანამდელი წყალია, თემეს წყალი ნაკურთხა რაც არის, ხო? ეს გაედინება და გამოედინება ისე მე ანუ ის გადის და გამოდის, ახალი წყალი არ აქვს, მე იმას ის ნაკურთხი არის და მე სულ ჩანაცვლებაში დაკوارეს, ხო? ჩვენთან როს ნაკურთხი დაყენებული. როგორც ის წყალი და ანუ ნახე ადამიანებს ის საიდუმლოზე სიტყვის დანახო კი არ უნდა. უნდა თუ რაღაცაზე დაებრალებინათ, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო, როგორც ახლა აი წმინდა მარცხულის სოციის და ხორცზე ლაპარაკობდი რომ თურმე ეს მარცხული სახელმწიფო გადამდები არის ქრისტე წარმოიდგინე ეს ხალხის მართლა პური გონია და მართლა ღვინო გონია მართლა ის პური და ღვინოს გემო ისევე მუდომ აქვს რომ იმას რომ სისხლის და სისხლის და მართლა ხორცის გემო და კონდეს როდესაც ადამიანი ვერ მიიღებდა ამას ამიტომ ის გემო რჩება რაც ფიზიკურად აქვს იმიტომ რომ წარმოუდგენელია ადამიანმა სისხლი და ხორცი მიიღოს ვერ მიიღო ამას რაც რეალურად არის ის ამიტომ შეიძლება და ვანსპირში ისეთი გემოობს, ამიტომ ბუნებრივად ის გემორჩება, რაც ფულისა და ღვინისა, მაგრამ სინამდვილეში არის ის მარცხის და ხორცის გამწმენდელი თემი ჩვენი სრეულისა. ჩვენ ამის სისხლი და ხორცი ვორთები ქრისტეს ღმერთში ვარ და ყველაფერი და ერთად შეგაძლებინოთ ყველა ღვთის მადლი, სწავლობა, სიკეთე მართვა არ ვიყავ, ბედნიერები ვიყავ, დაუცველები ვიყავ, დახარებულები ვიყავ. დღეს ჩვენ საფრთხესასწავლო მსახურებას, ნათლის მსახურებას ჩავატარებთ 5 საათზე ჩატარდება დღეს ლოცვა და ხვალ დილით 8 საათზე დავიწყებთ ჯანმრთელობას და 9:30-ზე დაიწყება წირვა. ხო, აქტიური დიდი მსახურებებია, ხო და ეს მასივის წირვა, თქვენ შეერთებული, სხვანაირ განსაკუთრებულ მსახურებას, ნათლის მსახურება და ამიტომ ცოტა ადრე მოგვიწევს ჩვენ ხვალ დილით მსახურების დაწყება და დილის 8 საათზე დაიწყება ეს საოცარი მსახურება. მერტმა დააბლოცოთ, მერტმა გადახაროთ, დისკურსება, სწავლობა, სიკეთე, მადლი მერტმა არ მოგავით, დაიფაროს, დაიცვას, მერტმა თვითონ დაგარისხორება, მერტი შეგეციოთ, ყველას მერტმა გადახარო და ერთი რამე და ყველას ვთხოვო და მთელი არსები დაიმახსოვროთ. იცოდეთ რომ თქვენზეა დამოკიდებული ღმერთს რამდენად მიიღებთ. თქვენზეა და არავის სხვაზე. ერთმა ადამიანმა მკითხა გუში, ეს რაღაცა მკითხა რომ ღმერთსო უყარს თუ არა ცოდული ადამიანი ვარ, არ უყო წმინდა მეთორმეტად უყარს თუ ცოდული ფუნაკლებად უყარს და ესეთ კითხვა დამოწოდა. მე უთხარს და ღმერთს ყველა ადამიანი ერთად უყარს, არ არსებობს ღმერთისთვის. ღმერთს აქვს ეს სული სიყვარული. არ შეიძლება ღმერთს ვინმეზე ნაკლებად უყარდეს, არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ღმერთს ყველა ერთად უყარს. უბრალოდ ჩვენ ადამიანებს ვიღაცას მეტად უყარს ღმერთი და ვიღაცას ნაკლებად უყარს ღმერთი. ვიღაცა სულიერად ძალიან დიდ სიმაღლეზე ასული და იმდენად შეყვარებულია ღმერთზე, რომ მთელი გონება, ფიქრი, აზრი
სულ მისითა მოცული, სულ ღმერთითა მისი არდაფი მოცული და სულ მასში არის, ანუ სულ ღმერთია, ადამიანები არიან, ვინც ღმერთში არიან და ღმერთში მაჩია, ისინი ღმერთში არიან. არიან ადამიანები, რომ რაღაცა მონაკვეთი აქვს, ცხოვრების რაღაცა მონაკვეთი, მარტო გრძნობენ ამ სიყვარულის ღმერთისას, მერე გადის ამ ცოდვების გამო ეს, მერე ისე ბრუნდება, მერე ისე გადის და რაღაცა ამ ჯაჭვში და მწვალებაში არიან ადამიანები. არიან ადამიანები, ვისაც ღმერთის საკუთარ აინტერესებს. საკუთარი თავისგან და ამ დროს საკუთარ თავის ხარგავი და არაფერი ოღონდ მატერიალური ცხოვრები და ოღონდ ხორცი სიამოვნებით იცხოვრო და არაფერი არ აინტერესებს. სხვა ინტერესი მათი არ არის. როგორ დაიკმაყოფილოს ხორცი, როგორ მიცეს სიმშვიდე, როგორ აჭამოს, რა ჩაიცვას, რა დაიწყუროს, ითი გაერთოს, როგორ იმუშოს, როგორ სიტყვება ხორცელი როგორ მიიღოს, ნარკოტიკები როგორ გაიკეთოს, ითი სიამოვნოს და მთელი მისი გონება მოცული არის როგორ მიიღოს ეს სიამოვნება. მაგითაა მოცული და ხა. ეგეთ ადამიანს რა, ღმერთი არაფერში არ აინტერესებს. არ შეჭირდება, რომ მისი ღმერთი არის საცმელი, მისი ღმერთი არის მუშობა, მისი ღმერთია ნარკოტიკი, მისი ღმერთია გართობა, მისი ღმერთია დროსტარება, მისი ღმერთი ესენია, მას თავისი ღმერთები თავს. ის ღმერთები და იმ ღმერთს ვერ თავისი ღმერთებს და თავისი ნებებს. ემსახურება თელი არსები და ისა მისი ღმერთი და იმ სახურებაში თელი ცხოვრება. და ამ კერპი ღმერთების მსახურება თელი ცხოვრება და ამ სახურებაში ატარებს თელ ცხოვრებას. და მე თავდება ეს ცხოვრება, დამთავრდება ეს ცხოვრება, რაც უჭველი მოხდება და მე წარდგება ადამიანის წინაშე. და მე ადამიანის ზადებული დასწრება, რომ თურმე რაში გაატარა ეს ძვირფასი და სასწაული დრო. სასწაული უძვირფასესი დრო რაში გაატარა? დღეს რო თქვენ რო დილით აქ მოხვედით, ახლა ხო? ეს 9:11 საათამდე. რა გაგაგდათ? თუ არ შეიძლება გამოგახდათ ახლა დღევანდელს, რომ დღეს თქვენ ეს ხო თქვენი გადაწყვეტილება იყო. ეს ხო თქვენი არჩევანი იყო, დღეს რა მოსულიყავ. ეს ხო თქვენ გადაწყვეტეთ. ესე ვიღაცა სხვა გადაწყვეტილება, ვიღაცა ამ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ მე ეშმაკს არ უნდა რომ ეს გადაწყვეტილება მე შეგახარდ. რაკიდა რომ წახვალ წირიდან ეს ხდება რომ ეს მადლი თქვენ მე წაგართვათ. მე მაგას ისწრება, რომ ეს მადლი აქ მოგტაცოს, გამოგართოს ყველაფერი რომ ეს ყველაფერი მე არ შეგარდოს. გადადგეს ნაბიჯი, მე უცნობელი ყველაფერი წაგართოს. იყვირო, იჩხუბო, მე ვიღაცებს ეკამათო გაიკითხო და ისე მე ჩახტოს. ამაში რომ მე ეს წივის მადლი წაგართოს. მე კაი, დღეს გაიმარჯვე, ახლა მე დაგამარცხებ, ის მე იწყებს და შეიძლება დავასწრებ. ამიტომ მეც უნდა თხოვო და მეც უნდა გაიმარჯვოთ ყველამ და ის კურთხევა, წყალობა, სიკეთე, მაგრამ მე თქვა არ გქონდათ. ამინ.